სოფელ უჯარმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელი დღე 82 წელი არის რაც დაკარგულად ითვლებოდა და ჩვენთვის სოფელ უჯარმისთვის არის ერთგვარი ზეიმი. უჯარმას ყავს საკმაოდ მეტი ბევრი დაკარგული ჯარისკაცი და მე ვფიქრობ მათი სულები დღეს ამ ადგილას და ჩვენ სოფელში ტრიალებენ ჩვენი ივანე ნიკოლოზის თავზე და უჯარმის თავზე. მე დიდი მადლობა მინდა მოუხადო ფონდ დაბრუნებას, რომ ასეთ მადლიან საქმეში მიიღო მონაწილეობა და იმედია, რომ კიდევ ბევრ ოჯახს დაუბრუნებთ იმ გმირ ჯარისკაცებს. ივანე ნიკოლოზიძე ვაწაძე დაიბადა ამ სოფელში 1907 წელს. მუშაობდა თბილისში 31 საავიაციო ქარხანაში, ჰქონდა ჯავშანი, მაგრამ როგორც მოხალისე ის წავიდა ფრონტზე. იბრძოდა 392 დივიზიაში და დაიღუპა ბრძოლაში 42 წლის იანვარს სევასტოპოლის მისადგომებთან. ყველას ეგუნა რომ დაკარგულია უგზო-უკლოდ, მაგრამ რეალურად წელს მარტში საძიებო რაზმებმა, რომელიც მუშაობდნენ ამ ტერიტორიაზე, იპოვეს ნეშტი, რომელზეც მედალიონთან ერთად და მოხდა მისი იდენტიფიცირება, თქვათ როგორც ვაწაძე ივანე ნიკოლოზის ძე. ჩვენ მოვიძიეთ ნათესავები ფაქტიურად ადგილობრივი თვითმმართველობასთან მერის წარმომადგენელი სოფელ უჯარმაში მისი დახმარებით და აღმოჩნდა რომ ნათესავები არიან სახეზე, გამოგვეხმაურნენ და დღეს მოხდა ისე რომ გადმოვასვენეთ. მოიარა მან დიდი გზა სევასტოპოლიდან ვლადიკავკაზი და უჯარმა, რუსეთის მხარემ იქ საძიებო რაზმებმა გადმოგვცეს ჩვენ ნეშტი ვლადიკავკაზში და შემდეგ უკვე როგორც წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციის ფონდი დაბრუნება გადმოვასვენეთ ეს დღეს აგერ უკვე უჯარმაში და დღეს იქნება მისი საპატიო წესი დაკრძალვა. ჩემი ითვლებოდა როგორც ომში უგზო-უკლოდ დაკარგულად და უბრალოდ ჩვენ პაპას ვეძახით აქეთ კახეთში და ყოველთვის რაღაცნაირად ვეძებდით ხოლმე ოჯახი, იმიტომ რომ იყო რაღაც მოლოდინი რომ შეიძლება გადარჩა და ხო იცით როგორც იციან ანტყვეთ ჩაბარდა და სადღაცას ცოცხალა და მე ჩემი ბიძაც ქერჩი იყო და სახელს და გვარს ეძებდა და მე ერთი რამდენიმე წლის წინ ნათესავებთან ვიყავი ვოლგოგრადში და სადაც მამაი კურგანია იქ ძალიან დიდი სასაფლაოა, იქ ქართველებიც ბევრი არიან და იქაც ვეძებდი ამ სახელს და გვარს და რა თქმა უნდა ვერ აღმოაჩენა. ერთ დღეს Facebook-ზე სოფლის გვერდზე დაიწერა, რომ ნაპოვნია სევასტოპოლში გათხრების დროს საგარეო სოფელი უჯარმა, ახლა სოფელი და მე ხო ვიცი ვინ არის წასული და ვინ არის გარდაცვლილი და ანუ ვაზე იწყება გვარიო და შუა ასო არ იკითხებოდა, ძეზე მთავრდებოდა და გარდაცვალების წელიც ემთხვეოდა და თან ვაზე აქ გვარიც არავინ არ არის ისეთი და მე რატომღაც ეგრევე მივხვდი რომ პაპა ჩემი იყო და დავწერე რომ ვაწაძე ივანე ხომ არ არის მეთქი 1906 წელს იყო დაბადებული მეთქი და მე ბატონმა ზაზამ რომ გადასცა იქაც უფრო კარგად გაშიფრეს და აკვირდნენ და ნახეს რომ ც იყო ვაცაძე იწერება რუსულად და აი ვერ წარმოიდგენთ რა ხელა სიხარული იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ახლა მაგას რო ეთქვა ვინმე კარგ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა ისეთი მოულოდნელი იყო და ვერც კი წარმოიდგენდი რომ ეს ჩემ თავზე მოხდებოდა და მას ორი შვილი დარჩა 1 წლის და 3 წლის. 3 წლის იყო მამაჩემი და ბიძაჩემი და სამწუხაროდ ვერც შვილები ვერ მოესწრნენ, ვერც თავისი მეუღლე ვერ მოესწრო ამ ამბავს და ჩვენ 4 შვილიშვილი ვართ, გოგოები ვართ 4-ვე და ჩვენ ასე ძალიან დიდი პატივით და ძალიან დიდი სიხარულით მივიღებთ და ძალიან დიდი მადლობა აი ყველას, ვინც აი ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა. სევასტოპოლშიც მე ძალიან დიდი პატივის წეს ისეთი ღირსეულად ჩაასვენეს ღირსეულად ვოლგოგრადში გადასვენეს 9 მაისს ვიცი რომ იქ იყო მარადიული ცეცხლის ქვეშ ხალხი მიდიოდა პატივს მიაგებდა და ასე ბატონ ზაზა მილაძე რომელიც არის ფონდი დაბრუნებას ხელმძღვანელი საუკეთესო ადამიანი არ ვიცი ამაზე მადლიანი საქმე თუ შეიძლება კეთდებოდეს ისეთ საქმეს აკეთებს და თვითონ დაგეგმა, თვითონ ჩამოასვენა, ორჯონიკეცეში წავიდა და აი დაგვიბრუნა ჩვენი პაპის ნეშტი და მთელი сოფელი არ ვიცი პატის მიაგებს. Его нашли непосредственно на подступах к городу Севастополя. Он сражался против немецких фашистских захватчиков, по-моему, в 388-й стрелковой дивизии.
Тогда были очень тяжелые кровопролитные бои. Немцы рвались к Севастополю, им нужен был порт. Соответственно, наши бойцы до последней капли крови старались защитить город и не дать пройти врагу. Но это 42-й год. К сожалению, силы были неравны, поэтому мы вынуждены были оставить город. И наши парни с должным, скажем, воинской доблестью защищались, но погибли. К сожалению, очень много грузин погибло. Поэтому каждый год мы возвращаем и возвращаем их. Это те бойцы, которых мы хороним непосредственно в Грузию передаем. А ведь есть еще те бойцы, которые непосредственно, либо родственники, возможно, не найдены, либо, может быть, родственники приняли решение захоронить их со своими боевыми товарищами на воинском мемориале, да, то есть и там тоже грузины лежат. Так что эта работа в любом случае будет продолжена, и те вот уже найденные двое бойцов, и я думаю, что к радости близких, которых, возможно, удастся найти в будущем и сообщить им об их родственниках, которых будут в будущем найдены. Я думаю, что это еще не последняя передача, и война не закончится, пока не будет похоронен последний солдат. ეს ამაყო შვილი გმირი დაუბრუნდა თავის სამშობლოს, თავის მიწა-წყალს. რა თქმა უნდა, მისი მეუღლე რო ცოცხალი ყოფილიყო და ან კიდე შვილი, უფრო სულ სხვანაირი შეხვედრა იქნებოდა, მაგრამ დღეს მაინც ბედნიერია ეკა პაპის ჩამოსვით, მისი მეორე კიდე ბიძაშვილები, გოგოებია 2-3 და შვილთა შვილები დიდი პაპას დიდი გრძნობით და სიყვარულით იგონებენ, რომლებიც დღეს აქ ესწრებიან. მე მინდა დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, რათა ამ ხელა საქმე გაიღეთ, ყურად იღეთ ეს ყველაფერი და გააკეთეთ ის საქმე, რაც თქვენისგან კარგ ადამიანებს ეხებოდათ. გმირები არ აკვდებიან, გმირები ჩვენ გულში ცოცხლობენ და ისინი ყოველთვის ცოცხლები იქნებიან. დიდი მადლობა იმ დაბრუნების ადამიანს, ზაზას, მელოდეს და ასევე თქვენს, რომლებიც საიდანაც ჩამოხვედით, რათა ეს ლამაზი ინტერვიუები, ეს ლამაზი ქვეყანას გენახათ უჯარმა და სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. დიდი მადლობა. რომელი დამკვირვებლად წევდა მაგისა და სამაგოს აქტივისებსა ისა განსვენოს გვაზუფასა ხელი საკვებელი ჩემი ხალი ჩემი და შესაძლებელი ჩემი ღმერთი ჩემი და სამაგოს აქტივისასა ესვიდა საჭურვად გარემონაცეთი მარცხენი შენსა ათასეული და ბევრული მარცხენი შენსა ხოლო შენა გამიჩნდა საყოფერთა შენთა რამე თუ ანგელოს გამიჩნდა და გამაროვილი რამე ის მასახელი ჩემი Marco Cerdanola, Bellissimo Visita, Cedi. Alleluia, 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 alleluia. Dide başında, merto çöno dide başında. Şadurem tasavvuf saliva, lozo. Uba hoşevitsa. Atamiye ben mahmol mişetsodema mimatini mevzu. Rada ucera zarf. Sashirsa satna sadikeshi sautnisa sautnisa miva filotso uba filotso uba sanatisa isvisane itsurevisa utnisa miva filotso uba loshevitsa vasqovis და თავთა ჩვენ თავთვის და ერთმანეთისთვის ვითხოვთ და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენა და ცხოვრება და განსხვავება მიცოდებულთა მოლათა და მღერალთა მათ შენთა სამშობლოსათვის თავდადებულთა და ბრძოლის ველზე მომწყდართა ალილუია
ნათესავების სახეზეა ვიპოვეთ მედიციები და რატომ გაგაკავო და საქართველოსთან ვინც არის და შინ მოუსმენელია ხო დაბრუნებით თუ არა ინფორმაციული მაინც ამავლების და ყველა სინაპრების ვინც შორის აღარ არის ჩვენი ყველა წინაპრის ვინც მებრძოლები იყვნენ ყველა სული დღეს ამაშვილას თავზე დამტრიალებს და ეს დიდი მადლობა მონდომები აიღო ამ ყველაფრისთვის რომ არ ჩავლენილიყო უსაფრთხოებას და სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენ მოვიძიებთ და ვესწრებით რომ ამას გამოსცენ ნათესავები იქნებ პაპა ხო არ არისო და ხო და ადამიანებს ვინც იქ იშრომეს ვინც მოიპოვეს, ვინც მოიძიეს, ვინც Yaragi! Oldadek! Yaragi! Oldadek! Thank you.